მამუნა. Вас მოგწია და არა, ხო ესე. მაინც აერჩევა შეიძლება და ამიტომ ეს ვერსია და მოусმენა. ახალს არაფერს არ გეტყვი, სადაც ვერ გავსაუბროთ, გადაღამე ტელევიზიიდაც ისმენთ, რომ სამთავრობო პროგრამა რაც კეთდება მეტისარგებელი ხალხს, თავარი არის რომ ეს პროგრამა მივიდეს თითოეულ ოჯახს. თითოეულ ოჯახმა იგრძნოს ეს სიკეთე და მეტისარგებელი. თქვენ დიახ ხობიეთ პენსიები, გაზრდები, სალარიანი განებული პენსია ჩამარდა ისტორია. მეტი გამეკეთებინა. მაგრამ სამშობლოს ქვეყანა ჩვენს ქალაქს ჭირდება იქ დაუდგეს სადაც დღეს მეძახის ჩემი ხალხის მოთხოვნა და თქვენი განწყობა. აუცილებლობა ამის არის დღეს, იმიტომ დღეს დგას საკითხი. ან წარსულში დაბრუნებისა, ან წესვისა. ჩვენ არ გვინდა ეს წარსული მოსაგონე, რომელიც ძალიან ცუდი იყო. ჩვენ წარსულიდან გვინდა ჩვენი თაობის გამოცდილება, თქვენი თაობის გამოცდილება, სიბრძნე, დანარჩენი წაიღოს იმათ, ვინც ეს უნდა და ჩვენ არ გვინდა ეს და გვაცალოს ჩვენ და გაგიშვან რომ ვიასებოთ ამ ქვეყნად და ვიცხოვროთ ნორმალურად. ამიტომ ჩვენი დღეს მიზანი არის საქართველოს წავიდეს წინ, ცხოვრება წავიდეს უკეთესობისაკენ და ვიყოთ უკეთესად ამ ქვეყნად ყველა თითოეული ოჯახი და თითოეული ადამიანი. ეს თითქოს არაფერი არ არის და თითქოს შევეჩვიეთ ისე რომ აი თუნდაც რევოლუციური გარდატეხა მისაღებ გამოცდებში რომ მოხდა. გახსოვთ ყველა ძალიან დიდი პული თუ არ ქონდა უნივერსიტეტში მე არ მოეწყობოდი და ვერც ერთ უმაღლეს სასწავლებელში. ეგ უკვე გადაწყვეტილება იქ წვედა ვის უნდა შეებარებინა და ვინ უნდა მოეწყო სტუდენტი. მაგრამ ეს ექსაგისტი უკვე თქვენზეა დამოკიდებული ბავშვი ჩააბარებს გამოცდას და ირიცხება და ვერავინ ვერ გაიგებს ვის ადირიცხება გარდა ოჯახისა და იმ ბავშვს. ეს თითქოს არაფერი არ არის. ეს არის რევოლუციური წინსვლა და რევოლუციური მოვლენა, რომელიც ჩვენ საუბრებს ეს საკადრო შვილიც რო არის ეს იმის შედეგია რომ ყველაფერი დაჯაშკული იყო წინასე ვისი შვილი ჩარიცხული იყო ვისი შვილი მიერ უმაღლესი განათლება და ვის მიერ სადემოშო ეს პრობლემა ეს ამ ხელისუფლება მოხსნა ვისაც არ უნდა ამის დანახვა ნუ უნდა იმიტომ რომ ძალიან დიდი ფული მოაქცა ზოგიერთებს და ამიტომ არიან გამწარებული მაგრამ ჩვენთვის ეს ჩვენთვის ჩვენ ვინც აქ ცხოვრობ პერიფერიაში ამის უდიდესი პრობლემა იყო ну შუქი გახსოვთ ამ შუქის პრობლემაზე პავლოვის ვითარებდნენ პავლოვის რეფლექსი რო გამოვიდოდა შუქი ჩაკრებოდა და ადამიანს გაგიზიანებდა იმ ყოველწელს იმას მოასულიყო ჯობდა ვიდრე მოვიდოდა და ისე ჩაკრებოდა ძიძე ექსპერიმენტებს ვითარებდნენ პავლოვის ნერვების დაბაში ესე ხურდობა რო იყო ეხლა ხოდადი ამიტომ ამის დავიწყება, ამის უარყოფა არ შეიძლება. ამის დავიწყება არის ჩვენი შვილების მომავლის უარყოფა, ჩვენი მომავლის უარყოფა, ჩვენი მომავლის უარყოფა. ამიტომ მე ვიყო პირველში მოდი თქვენი მეგობრები, მეზობლები, ახლობი მოიყვანათ, თქვენ ვისაც გინდათ, და იმას მიეცდა. მე ვიცი ამ შემთხვევაში უშმადი და რეგული მორღვანი მაგომცი. Ki gaúcho. თქვენ ერთი წუთი დრო დღეს მოვიდე მარტო და დღეს ვილაპარაკოთ ეს 2 წელი არჩეული მოვიდე თქვენს მიერ უკა ჩაწერიო ეს 2 წელი მე აქტივი თეო კოსმი მე ჩემი გასვენება არის რა გამიგაკეთე ჰა
შეიძლება არ გამოსულა. რა ვიცი აბა ახლა უკვე გავატაროთ უნდა ხო გადასცეს მე უნდა გადასცეს და მიდი არა ის იტალია და ცოტა გაითვალისწინეთ რა მაგ